იცი რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს? 1999 წლის 9 აპრილს ომი იყო. რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს? არ ვიცი, არ მახსოვს. ძალიან სასახელო დღეც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი, ჩემი აზრით. ტანკები შემოვიდა, ყველა იმათ უხთხილობდა, ბიჭო, გოგოა, ბიჭო, არ გადავა, აიმე, ქალია, ტანკები რო გამოჩნდნენ. რუსთაველზე და გვიან იყო. იქ მომჩემ დარჩა, მამდაჩემ დარჩა, სამდენ და უნდა ხებჭდა რა ვიცი. ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, შესაბამისად საბჭოთა კავშირიც იყო ის სივრცე, რომელმაც თავისი დრო 1990-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოჭამა და ამ მოცემულობამ საქართველოში შექმნა ის რეალობა, რაც 1999 წლის 9 აპრილის დაგვირგვინებით დასრულდა. მოტივაცია ერთადერთი იყო იმ დროს, არა მარტო ჩემთვის, ხათაშორის იქ მდგომი უმეტესი ადამიანისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაგვეთავისუფლებინა რუსული მარწუხებისგან, საბჭოთა კავშირისგან გამოსულიყავით და რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენ არ ვართ დაცულები. ჩვენი სუვერენიტეტი დაცული არ გახლავთ. ის ხომ არ გვაკმარეს, რომ 1920 წელს რუსეთთან დაგდებული ხელშეკრულების საზღვრებში არ დაბრძოლოს, ჩამოგვაჭრეს აკეთიკიდან მაგრამ ყველაფერი. ახლა იმის წინაშე დავდექით, რომ გიტონდეს ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთი უნდა გავიდეს განზე ასეთ სურვილად ყოველ შემთხვევაში, ამას რო ყვება მეორე ავტონომიური ოლქი და ასე შემდეგ. ეთყობა საბჭოთა ყოფილება დღეს ჩვენ ვერ გვაძლევს იმის გარანტიებს, რომ დაიცვან ჩვენი მიწა-წყალი. დააგვიცვან ჩვენ სხვათა ხელობისაგან. ქართველი კაცი დაიცვან საქართველოში. ამიტომ გება მართლა საკითხი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. აპრილის ტრაგედია სანამ იქნებოდა, მანამდე იყო დაწყებული, აი თქვენ გახსოვთ აფხაზეთთან დამოუკიდებულება ქართულდა მაშინაც და ვითხოვდით, რომ აფხაზეთს ანუ ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და ჩვენ ფიქრობდით და მიგვაჩნდა და ეხაც ეგრე მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ანუ ამის გამო ვიკრიბებოდით, რომ ეს არ მომხდარიყო, რომ არ გამოყოფილიყო საქართველოსთან აფხაზეთი და დარჩენილიყო საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა მერე უკვე ეს გადაიზარდა იმაში, რომ ვითხოვდით უკვე საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს მუხტი აიწია საკმაოდ მაღლა და ბევრი ადამიანი ვიდექით ხოთაშორის იქნა. მოტივაცია ეს იყო, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. გამსახურდეს ხარდად დამჭერი ვიყავი და იმისი ხარდასაჭერად გავდიო. შეკრებილი იყო ამდენი ხალხი ძალიან ადრიანად იწივებოდა და ახლობით 5-დან. 3 ქალი სულ მღეროდა, ანდური კონდათ და სულ მღეროდნენ. ერთი ვერ იყურებოდა თვალში. მიუხედავად იმისა, რომ მე მხედველობის პრობლემა მაქვს, ყოველთვის მივდიოდი აქციაზე, იმისთვის, რომ მართლა იქ ყოფი ადამიანებისთვის, მოშიმშილეებისთვის არ შეიძლება როგორ ვთქვა, ხშირად ყოფილიყავი მათ გვერდზე და მხარი დამეჭირა. დაიწყო ეს დარბევა, ზიადი დახოდა, რომ ქალები გაიყვანეთ ეს სახელებს ამბობდა მაგაცა. აი ეს აუცილებლად მინდა გაჟღერდეს თქვენ ფილმში და თქვენს ნაშრომში, რომ ჩვენი გვერდით 4 ადამიანი და ეს გვარები და სახელები ხშირად არ არის თქმული და როგორი მწყდება და მინდა გააჟღეროთ. ესენი იყვნენ თინა თინბირკაძე, დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი, ისინი ცოცხლები აღარ არიან და ნუ მე ერთი ვარ დარჩენილი და მათი სათქმელიც მე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდა. და გითხრათ, უსტატო ადამიანები ბევრი ვიყავით, ჩვენ ისევე გვიყავს ქვეყანა, როგორც ყველა ჩვეულებრივ ნორმალურად მოაწონე ადამიანს, ხო?
დაბრკოლება იყო მისვლა იქ, თუმცა ამას მაინც ხერხებდით და ხანებს ვათიანებდით და აი, რა ვიცი, 4 ღამე ვათიეთ რეალურად იქ დაიწყო 4-დან და 9-ში მე უკვე იცით რაც მოხდა. აპრილი იყო დღე, რომელმაც შექმნა პრეცედენტი კავკასიაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ის იყო პროცესი, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა და ამ პროცესმა ასევე ხელი შეუწყო სხვა ქვეყნებსაც რომ მათ მიეღოთ ჩვენგან ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იბრძოლოს ადამიანმა დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნისთვის. საბოლოო ჯამში, როგორც საბჭოთა სისტემას და რუსეთს ახასიათებს, რუსეთი ყოველთვის თამაშობდა ჩვენს ქვეყანაში გამშველებლის როლს, რომელიც საბოლოოდ მაინც თავის ინტერესებს აკმაყოფილებდა, სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ყოველთვის მეორე ადგილზე ეყენა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ამ მოცემულობით 9 აპრილი ვერ გახდა რუსეთის იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც ალბათ ისევ გამშველების როლი უნდა მოერგო იდეაში თუნდაც ხალხსა და სახელმწიფოს შორის. და ეს იყო პროცესი, როცა ხალხმა ზუსტად იცოდა, ვის და რას უპირისპირდებოდა, რომ ეს არ იყო მაინც და მაინც ქართველი ხალხი ან ქართველი საქართველოს მთავრობა, არამედ ეს იყო რუსეთი და საბჭოთა კავშირი. ასე რომ ფაქტი თვითონ ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაღელებელია ყველასთვის, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. ოთხი ღამე და 4 დღე გაძლება არის საკმაოდ ძნელი. მესამე ღამეს გვინდოდა რომ უკვე დაგვესწრენა, იმიტომ რომ გადაღლებები დღე-ღამე უძილარი რთულია, თან იმღერო. ვიჯექით ტელევიზორთან და ცხადდება, რომ თბილისის ქუჩებში ტანკები გამოჩნდა და არ გავიდეთ ქუჩაში, საფრთხე რეალურია, რომ შეიძლება მოხდეს დარბევა აქციიდან. მე და ჩემი მეგობრები ზუსტად ერთდროულად ერთი აზრით გადავრეკეთ ერთმანეთთან და ვთქვით, რომ იქ აუცილებლად უნდა წავიდეთ და წავედით. როცა მორჩა გამომცვლელების გამოსვლა უკვე შეთხდა, გამოცხადა, რომ საფრთხე რეალურია, უწმინდესი გამოგზავნდა. მარცნობდეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ამბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უხავს. ნუ იქ რაღაცა არ დაუჯერეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ არ გწამდა, არა ხალხო. ჩვენ გწამდა და ძალიანად გწამდა, მაგრამ მონატრებულები ვიყავით, მოწყურებულები ერთად ყოფნა და იმას რომ ჩვენი ქვეყანა გვენახა თავისუფალი და დამოუკიდებელი. ტანკები რო გამოჩნდნენ რუსაველზე და გვიან იყო 2 საათი იყო ალბათ 3 საათი შემოშინდა არ მოდიოდ, მაგრამ წამოვედი მე. ნუ გაისმა ტანკების შემოსulis ხმა, ამას სხვანაირად აღიქვავს უსინათლო ადამიანი, ორი ცოტა სხვანაირად იღებს და მოსახლეობის ხმა დღემდე რო მიხსენებ ხოლმე. მუზგლას, იმიტომ რომ ის ხო ამაზრდენი შეგრძნება ასფალტზე ტანკების გავა. დავიჩოქოთო და სანთლებით და ლოცვით შევხვდეთო, რომ მათ არ იფიქრონ, რომ ჩვენ რაიმე წინააღმდეგობაც ან რაღაც საბოტაჟს ვაწყობთ ან რაღაცას გავს. რა თქმა უნდა დავიჩოქეთ, რა თქმა უნდა კითხულობდით მამაო ჩვენო და იქ იყო არის სიჩუმე თქვენ გენახიათ ალბათ ის კადრები, მართლა ულოცულობდით ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ ძალიან მოგვიახლოვდა ტანკები, მაშინ მე და ჩემი მეგობრები ვიდექით ბატონი ზვიადის და ბატონი მერაბის გვერდით და მითხეს გოგონებო სალაღობო და გოგონეთო, მაშინ გოგონები ვიყავით 25-26 წლის გოგონა, ხო? მე ხალხმა ამოიწია ტანკები გაეტარებინა რუსთაველზე. ვფიქრობდი რომ რა კარგია ჩემი ქვეყნის, აი არ დაიჯერებთ, მართლა გუწევთ, ამბობ, რა კარგია რომ ჩემი ქვეყნისთვის თავისუფლების ბრძოლაში ვკრები. საქართველოში როცა ხდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სიამოვნება. ჩვენ ვაშკაცობაც ველთაგან მოვდებს. ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ბრძოლას სიცოცხლეს.
რომ მივედი და რომ თელი ფეხსაცმელი ტანსაცმელი ნაცკი თელი მაჩკი იყო მობნეული მიბნეული დაჭრილები იყვნენ უფ და გლოვიარე ვიყავი რა როდესაც ამ 70 წლის მანძილზე რა ასწავლა საქართველოს 9 აპრილმა 9 აპრილი საქართველოსთვის იყო თავგანწირვის ნათელი მაგალითი და ყოველთვის მახსენდება 15 წლის სკოლის მოსწავლე ახეთიდან ეკა ბეჟანიშვილი მე-11 კლასელი იყო, გამოიპარა სკოლიდან მის თანაკლასელთან ერთად და მოყვა წყლეტვაში გარბევისას და თავი გასწირა თავისი ქვეყნისთვის. ვინც არ უნდა გიმტკიცოთ, რომ 9 აპრილი არ იყო ის, რაც იყო, თქვენ უნდა აუცილებლად დადგეთ იმ პოზიციაზე, რომელსაც გული იკარნახებთ. 9 აპრილს როცა ვინმეს უხსენებ, ყოველთვის პირველ რიგში გაახსენდება თავგანწირვა ქვეყნისთვის. მე 9 აპრილმა მასწავლა თავგანწირვა ქვეყნისთვის. ხალხის ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა მაშინ დიდი და აი თავგანწირვის სურვილი ჩემთვის. რატომ მენატრება მე-9 აპრილი გეტყვით? იმიტომ რომ იქ როცა ვიდექით, ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდა, ღირსება ჰქონდა. ყველა ცდილობდა რომ ერთმანეთს გაფრთხილებოდნენ, ან კი არ გადაეულო და გადაეჯეკათ ერთმანეთი, არა, ერთმანეთს გაფრთხილებოდნენ. დროში რომ დაგაბრუნათ იგივეს გაიმეორებდით აი ის მდგომარეობა რო იყო ის იყოს რისთვისაც ვიდექით და მივდიოდით კი ახლა არ შემიძლია ვერ დავდივარ, მაგრამ აუცილებლად დავიტოვდი მაინც ერთხელ მაინც აუცილებლად ვიქნებოდი. უსიტყვოდ ულაპარაკოდ. მარტო ვიქნებოდი კი არა, აქტიური ვიქნებოდი. კიდევ უფრო აქტიური ვიდრე ვიყავი. რას ნიშნავს 9 აპრილი საქართველოსთვის საქართველო 9 აპრილის გარეშე ვერ წარმომიდგენია ისევე როგორც საქართველო ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი იმ დღის გარეშე, რაც ისტორიაში ჩვენ გვაქვს. სხვაგვარად ჩვენიერი ამ ხასიათის არ იქნებოდა, ალბათ იქნებოდა ისეთივე არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო მაინც, მაგრამ მონური მენტალობის, როგორიც ალბათ საბჭოთა კავშირში იყო. 9 აპრილის გარეშე ჩვენ განვაგრძობდით მგლოვიარე პოზიციაში ყოფნას და ალბათ ვერც ვერასდროს შევიგრძნობდით იმ იდეალური სამყაროს არს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. თუნდაც ახლა რომ იმ ვიდეოს წერთ, რაზეც თქვენ გნებავთ და ზუსტად ისე რომ წერთ, როგორც თქვენ გნებავთ. ეს არის თავისუფლების დამსახურება. 9 აპრილის გარეშე ვფიქრობ ეს არ იქნებოდა და ბევრი ასეთი დღე აქვს საქართველოს ისტორიას, რომელმაც ეს ქვეყანა გადაარჩინა. საქართველოში 9 აპრილი ვინც ყოველ შემთხვევაში იქვიდეთ, იმათთვის არის როგორც ტრაგედია, ასევე გამართლება იმისი, რისთვისაც ვიბრძოდით. ანუ დამოუკიდებლობის მიღწევა. ოხ, საჩინელებას ხალხის ხსოვნას გულის ტკივილს დიდ გაჭირებას. აი დაცემული საქართველოს გამარჯვება ჩემთვის. აპრილის წამებულთა სულები აგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.